აქ არის მამა გაბრიელის სარტყელი დაბრძანებული, რომლის შეხების დროსაც უკვე გრძნობ იმ მადლს, რაც მამა გაბრიელი ადამიანებს გვიგზავნის. სწორედ ამ სარტყლის შემოკვრის შემდეგ ხდება ძალიან ბევრი სასწაულები. ახლა ვარ ჩვეულებრივ მდგომარეობაში, არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა აღარ არსებობს. ვაგრძელებ ჩვეულებრივად ცხოვრებას, ვისაც კი შეუძლია ამ ტაძარში ამოსვლა, მოლოცვა, დალოცვა, მერწმუნეთ ყველას თქვენი სურვილები შეგესრულდებათ და რაც მთავარია, ძალიან დიდ მადლს წაიღებთ ციხისჯვარის ტაძრიდან. ორსულობის დროს მეუღლეს უთხრეს, რომ ბავშვი დაიბადებოდა ავადმყოფ. მაგრამ წმინდა გაბრიელის ქამრის გაკეთების შემდეგ მოხდა სასწაული და ბავშვი დაიბადა სრულიად ჯანმრთელი. ძალიან ბედნიერები ვიყავით, როცა ჯანმრთელი გაჩნდა. მონასტერი განსაკუთრებით უშვილოთა მფარველი და შემწია, რომ მამა გაბრიელის ტაძარში მოლოცვის შემდეგ ათეულობით ბავშვი დაიბადა. ესაც ვაკურთხეთ ეკლესია დავაწესეთ, რომ მისი სარტყელი ხალხს გაეკეთებინა. და მაშინვე მამა გაბრიელის მეუხება პირველ რიგში გამოჩნდა იმით, რომ უშვილოებს შვილები შეეძინა და ახლობით 200-მდე ბავშვია დაბადებული. რა თქმა უნდა, უმრავლესობას ბიჭებს გაბრიელი ჰქვია.